აღმოსავლელი ქალები ოდითგანვე ოჯახის ერთგული და ოჯახის მორჩილნი ყოფილან. გადმოცემით ვიცი, რომ ჩვენ სოფელში, ყარაჯალაში, პატარძალი ახალ ოჯახში რომ შევიდო და მას უფლება არ ჰქონდა თავშიშველი სიარულისა. ხოლო მამამთილისა და ოჯახის ნათესავი უხუთესი მამაკაცის დანახვისას კი მას პირი თავშით უნდა აეკრა. იგი ყოველთვის უუფლებო იყო. მისი მოვალეობა ოჯახის მომსახურებით და შვილების აღზრდით შემოიფარგლებოდა. სწავლაზე ფიქრით თავს ულაც არავინ არ იწუხებდა და არც თვლიდნენ საჭიროდ. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში შეიძლება ითქვას, რომ ყარაჯალაში დაწყებით განათლების მქონე ქალები ციცით შემოსათვლელებიც კი არ ყოფილან. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში კი სოფელში ქალების სწავლამ დიდი როლი დაიმკვიდრა. 21 საუკუნე ინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ერაა და შესაბამისად განათლებაც მეტი უნდა იყოს. მაგრამ სოციალურ-ეკონომიკურმა სიდუხჭემ, როგორც ქართველი ქალები, ისე აზერბაიჯანელი ქალებიც გაუსაძირის მდგომარეობაში ჩააგდო. თუ ქართველი ქალები ევროპასა და ამერიკაში მიდიან სამსახურის საძებნელად, აზერბაიჯანელი ქალები, ანუ ყარაჯლელები, თბილისის აგრარულ ბაზრებში მუხტჩაუხრელად შრომობენ. ხშირ შემთხვევაში მათი შვილები მოხუცების ანაბარად რჩებიან და ისინი არ უჯერებენ მოხუცებს და სწავლისებს დიდ ყურადღებას აღარ აქცევენ. სოფელში მატულობს გაუნათლებლობა. სოფელში ხშირია მშობლების მიერ შვილების გოგონების უანგაროდ გათხოვება, რასაც ბოლო 3 წლის მანძილზე 2 მე-10 კლასელის თვითმკვლელობაც კი მოჰყვა. კაბალხში ტრადიციების მიმდევრები ბევრნი არიან ვიდრე ყარაჯალაში. ისინი იცავენ ტრადიციებს. რა თქმა უნდა, ჩვენთანაც არის ტრადიციები, მაგრამ როგორც ძირითადი აზერბაიჯანული ტრადიციები კაბალხში არის შემორჩენილი და თავშლის ტარება უფრო დახურულები რო არიან. ქალს არ აქვს უფლება, რომ სხვა მამაკაცმა დაინახოს ის თავშლის გარეშე. ქალს არ აქვს დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება, ძირითადად მამაკაცებზე არიან დამოკიდებულნი. ოჯახში მამაკაცის სიტყვა გადის და როგორც ყველგან ჩვენშიც არის ძალადობა. ძალადობა არ არის, თუნდაც ის ფაქტი, რომ ქალები მამაკაცებზე მეც შრომობენ და ჯანმრთელობასაც მალე კარგავენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც მამაკაცები ქალებს ნაჯაფულს ართმევენ და ქეიფსა და თუ დროს ტარებაში ფლანგავენ. ჩვენთან არ შეიძლება რომ ბიჭი მეგობარი ჰყავდეს და ბიჭთან ერთად რომ იარო და რომ დაელაპარაკო. თემას, რომელსაც ახლა განვიხილავთ, ძალიან აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ქალის სახე და გენდერული თანასწორობა. ქალი ტრადიციულად დედის და ოჯახის დიასახლისით როლით იყო შეზღუდული. მისთვის ძირითადი ფუნქცია იყო შვილების აღზრდა, ოჯახის მოვლა, ტრადიციების შენახვა, გაფრთხილება და ახალი თაობებისათვის მისი გადაცემა. ჩვეულებრივ ქალი საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას არ იღებდა. მიუხედავად თუმცა უნდა გავიხსენოთ ოქროს ხანაში, რომ მეფობდა თამარ მეფე და ასევე ბევრი მაგალითი იყოს ისტორიულად და ლიტერატურულად ქალების მიერ ჩადენილი გმირული საქციელები. მაგრამ ზოგადად მთლიანობაში ქალის მოღვაწეობის ძირითად ასპარეზად ითვლებოდა ოჯახური გარემო, სადაც განუსაზღვრელი უფლებები ჰქონდა მამაკაცს. ქალის უფლებები კი მთლიანად შეზღუდული იყო. ქალი და საერთოდ ქართული ოჯახი არის ზოგად კავკასიური ოჯახური ტიპისა და საქართველოში ისევე როგორც აზერბაიჯანში იყო ასეთი წესჩვეულება, ოჯახში იყო უფროს უმცროსობის ინსტიტუტი. კაცი დომინირებდა, კაცს ჰქონდა სრულუფლებიანი მმართველობა და ქალის უფლებები იყო მაქსიმალურად შეზღუდული. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ მე-20 საუკუნემდე მამაკაცი შვილის აღზრდაში არ მონაწილეობდა და მას არც ჰქონდა უფლება, რომ განსაკუთრებით სხვებთან თანდასწრებით შვილის მიმართ მამობრივი მსურველობა გამოეჩინა. ქალის პრიორიტეტი ნელ-ნელა იზრდებოდა პირველი შვილის გაჩენის შემდეგ. ბიჭის გაჩენას გოგონასაგან განსხვავებით აღნიშნავდნენ ნადინით და ბიჭს ბავშვობიდანვე უნერგავდნენ ქედმაღლურ დამოკიდებულებას ქალების მიმართ.
არსებობდა ასეთი სერიოზული ტრადიცია, რომ ახალდაბადებულ ვაჟის ჭიპლარს მარხავდნენ საჯინიბოში ან მეჩეთის ეზოში, რადგან მომავალ მამაკაცს ჰქონოდა სიყვარული საქონლის მიმართ და გაეგრძელებინა სწავლა-განათლება, მაგრამ გოგონების ჭიპლარს მარხავდნენ კარებთან, რადგან მას უფლება არ ჰქონოდა, რომ ოჯახის გარეთ გასულიყო. ყოველივე ამით შეიძლება ვთქვათ, რომ ქალის როლი თავიდანვე მისი დაბადებიდანვე არის შეზღუდული. თანამედროვე აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ქალებს უკავიათ ისეთი სოციალური სტატუსი, რაც ადრე მხოლოდ მამაკაცების პრიორიტეტი იყო, მაგრამ ახლა ასე აღარ არის. თუმცა ეს უფრო ბაქოში და ცოტა ისეთ დიდ ქალაქებში, რაც შეეხება რეგიონებსა და სოფლებს, ტრადიციები იქ დღემდე ძალიან მყარად არის და გაბატონებულია გენდერული უთანასწორობა და ეს ყველაფერი არის იმის მიზეზი, რომ ხდება ძალიან დიდი ძალადობა ქალებზე და მათი უფლებების მაქსიმალურად შეზღუდვა. 21 საუკუნეში დამკვიდრდა ასეთი ტერმინი თანამედროვე ქალი. იყო თანამედროვე ქალი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაკარგო ქართველი ქალის სახე. დღევანდელმა ქალმა შეიძინა აქტიურობა, აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ, კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სტერეოტიპი იმის, რომ ქალის ძირითადი ფუნქცია იყო დედობა და ოჯახის დიასახლისობა დაიმსხვრა და მე ვფიქრობ, რომ ეს მისასალმებელი ფაქტია. დღევანდელი ქალი არის მაქსიმალურად გამოცოცხლებული, განათლებულიც და წარმატებულიც. რაც შეეხება აზერბაიჯანელ ხალხს, დღეს რეგიონებში ისევ არის პროვინციალიზმი, მათი ძირითადი პრობლემა არის განათლების დეფიციტი და ჩვენი მიზანია და ჩვენ ძალისხმევაა საჭირო, რომ სოფლებში, აზერბაიჯანულ სოფლებში პრიორიტეტული იყოს ქართული ენა, რათა არ ჰქონდეთ კომუნიკაციის დეფიციტი და არაინფორმირებულობის პრობლემა. და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში რაც უფრო მეტი განათლებული და წარმატებული ქალი გვეყოლება, მით უფრო კარგი იქნება ჩვენი ცხოვრება. მე ერთი ჩვეულებრივი პირველი კურსის სტუდენტი ვარ და ჩემთან ერთად სწავლობენ აზერბაიჯანელი ბავშვები, რომლებსაც აქვთ ენის ბარიერი. მე მათთან მიჭირს კომუნიკაცია, რადგან არსებობს ენის ბარიერი და გვიჭირს ერთმანეთთან საუბარი და დაახლოება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საქართველოში ცხოვრობენ, მაინც ვერ მომახერხეს მათ ქართული სწავლა, ისე რომ ქართველებთან შეძლონ კომუნიკაცია. ვერ მომახერხეს მათ ქართულის სრულფასოვნად სწავლა და რამდენიმე წელი აქ აზერბაიჯანელი ქალი უკვე დაინტერესდა სწავლა-განათლებით და დაიწყეს მათ უნივერსიტეტებში ჩაბარება. მაგრამ სამწუხაროა ისიც, რომ ისინი გამოცდებს აბარებენ აზერბაიჯანულ ენაზე. და შემდეგ უკვე, როდესაც სტუდენტები ხდებიან, ისინი აწყდებიან უამრავ პრობლემას და პირველი არის ეს ენობრივი ბარიერი. უჭირთ სემინარების ჩაბარება და ბავშვებთან კომუნიკაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ აქვთ უამრავი სტერეოტიპი და ერთ-ერთია ის, რომ არ არის სასურველი მათ ჰქონდეთ ელექტრონული პოსტა და გამოჩნდნენ ინტერნეტ სივრცეში, რადგან მათი რელიგია მრწამსი კრძალავს ამას. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ ქალისუფლებები მათთან ძალიან არის შეზღუდული ქართველ ქალთან შედარებით. ეს ბავშვები ჩვენთან საუბარში ხშირად აღნიშნავენ იმას, რომ ქართველი ქალი მათთვის მოსაწონია, მაგრამ არა მისაღები და მისაბაძი, რადგან მათ თვალში ქართველი ქალი ასოცირდება ძალიან თამამ ქალად. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ბავშვები სწავლის დამსრულების შემდეგ უბრუნდებიან საკუთარ სოფლებს და სურთ, რომ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება საკუთარ სოფელში მაცხოვრებლებს გაუზიარონ. და ასევე ისინი ივიწყებენ კიდეც ქართულ ენას და ამით არაფერი არ იცვლება და ბოლოს უნდა ვთქვა ის, რომ აზერბაიჯანელი მამაკაცი უნდა მიხვდეს იმას, რომ აზერბაიჯანელი ქალის სწავლა-განათლება მათთვის არის სასიკეთო და ამაში ცუდი არაფერია.